და ბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად თამარ ტალიაშვილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ნაცრუშვილი, თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მართალია არ არის დიდი ხანი, რაც ახალდარჩეული საკრებულო დაიწყო მუშაობა, თუმცა რამდენიმე სხდომა უკვე გაიმართა და ალბათ შეგვიძლია ვისაუბროთ პრიორიტეტების შესახებ, ხო? თუ არის უკვე განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები. ზოგადად რაც შეეხება საკრებულო პრიორიტეტულ მიმართულებას ვერ განსაზღვრავს, იმიტომ რომ ეს ზოგადად ჩამოყალიბებულია და გაწერილია მის რეგლამენტში, თუ ჩვენ შინაარსობრივ მხარეზე საუბრობთ. რეგლამენტში არის აბსოლუტურად ყველაფერი ასახული, მათი ურთიერთობის ფორმები იგივე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად. კომიტეტების რაოდენობა თუ რა იქნება, რომელი კომიტეტები იქნებიან ამ ეტაპზე წარმოდგენილი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევამცირეთ კომიტეტების რაოდენობა 13-დან 11 კომიტეტამდე. გამომდინარე თუმცა ჩაგერევით მაინც მიიჩნევს ოპოზიცია, რომ ეს არ არის ძალიან ოპტიმალური ვარიანტი, ანუ 11 მაინც მიაჩნიათ, რომ ბევრია და შესაბამისად კომისიების რაოდენობა უფრო უნდა შემცირდეს. ეს არის ძალიან სუბიექტური მოსაზრება, იმიტომ რომ თუ გადახედათ ამ კომიტეტების შინაარსობრივ მხარეს, დაინახავთ, რომ პრინციპში მათი გაერთიანება ნიველირებას მოახდენდა ერთი ან მეორე საკითხის. აქედან გამომდინარე, ზუსტად საფუძველი ამ 11 კომისიის შენარჩუნებისა ის იყო, რომ ყველას სრულფასოვნად დათმობოდა ყურადღება და შესაბამისად დაეკავებინა თავისი ადგილი. რაც შეეხება ახალ საკრებულოს, მე მგონი განსაკუთრებით ჩვენი ამბიცია ეს არის ყოველ შემთხვევაში და ყველას ამბიცია ეს არის. მგონი ახლა მე ვერ გავმოვყოფ თქვა პარტიული მიკუთვნებულობის თვალსაზრისით ვინმეს, რომ ეს საკრებულო გახდეს სხვანაირი ინიციატივები, ბევრი ინიციატივა წამოვიდეს საკრებულოდან, უფრო ჭიროთ ითანამშრომლოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და რეალურად საკრებულომაც დადოს რაიმე შედეგი თავისი საქმიანობის შემდეგ. რა პრობლემა ჩვენ გქონდა, მაგრამ ეს პრობლემა არ იყო მხოლოდ საკრებულოსთან დაკავშირებული, მაშინ გახსოვთ, ეს იყო თვითონ მმართველობის ფორმა, ეს იყო რაღაც ესეთი ცენტრისტული ვერტიკალური მმართველობის ფორმა, რომლის საფუძველზეც აზრს კარგავდა აბსოლუტურად ყველა თვითმმართველობის ორგანოს ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, ეს ძირეულად შეიცვალა, ამას აბსოლუტურად საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტი ანახებს და აქედან გამომდინარე